მაგარი ადგილი ვნახეთ დიოგნისში. გამარჯობა. საოცარი შეხვედრა მქონდა დიოგნისში. უამრავი ხალხი მოვიდა, მუსულმანი ქართველები ძირითადად. და იქ იყო განსაკუთრებული და ემოციური იყო ჩემთვის, როდესაც მუსულმანები როგორ ლოცულობდნენ, მე საოცარში შევედი, მეჩეთში შევედი, ოჯახშიც ვიყავი ზიასთან და ისიც ზია მუსულმანია. როგორ მეგობრულად, როგორი განწყობით, როგორ ერთი სამშობლო გვაქვს და როგორ კარგად ვზნობთ ამას ქრისტიანი თუ მუსულმანი. აი ეს განწყობა, რასაც ხელოვნურად ბათუმში აგდებდნენ, თითქოს რომ ქართველები ჩვენ შეუგვებელი ხალხი ვარ და ჩვენ ტოლერანტობა გვაკლია და თითქოს მეჩეთის წინააღმდეგ ვიყავით, ეს რო ააგორა ხელისუფლებამ და მურმანმა ამაზე უამრავი უფლი დაგვარა. ეს იყო სირცხვილი, რასაც აკეთებდნენ. ადით დიოგნისში და ნახეთ როგორ ცხოვრობენ და ვერ გაარჩევთ იქ ვინ არის მუსლიმი და ვინ არის ქრისტიანი, დამოკიდებულებით გეუბნებით. აი ეს არის ჭეშმარიტი, ესენი არიან ჭეშმარიტი ქართველები. ჩვენ ახლა ჩავყვებით შუახევში ჩავალთ, ხულოდან შუახევში ჩავალთ, მერე ქედაში ჩავალთ და დღეს მთელი აჭარა უნდა მოვიაროთ პრაქტიკულად. გოგულეთთან აღარ ჩავალთ ალბათ. გოგულეთში აღარ გავიგე, ალბათ არ გავჩერდები. Global TV-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავეს ამერიკა. ხო აი ალბათ ეს კარგი ნიშანია, მე თუ მკითხავთ, ცუდი ნიშანია რა თქმა უნდა ადამიანის დაკავება და შეურაცხყოფა ქართველებს დაგჭირდება ბოდიშის მოხდა ამერიკელებთან და ბოდიშის უნდა მოვიხადოთ, რომ ესე ვექცევით მათ ინვესტიციებს, ესე ვექცევით უკვე ამერიკელ მოქალაქეებზეც გადაერთნენ ესენი. და სხვათა შორის ჩანდა, როდესაც ქალბატონი კლინტონი ბრძანდებოდა ბოლო ვიზიტით საქართველოში და იმის შემდგომ კომენტარებში ძალიან კარგად ჩანდა, რომ სააკაშვილმა ჯერ პრაქტიკულად უხეშად უპასუხა როიტერის შეკითხვას, რომ არსაცასვლას არ აპირებს. იმის შემდგომ ბოკერიას გაკეთებულ კომენტარებში ჩანდა, რომ ისინი უკვე ამერიკელებსაც მიუთითებდნენ, რომ ჩვენ საქმეს ჩვენ გავარგოთ, რამდენადაც ამერიკელებმა მათ თხოვეს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს კანონები უნდა დაეცვათ და დროულად უნდა წასულიყვნენ. ამის საპასუხო იყო ბოკერიას რეაქცია, რომ ჩვენ თავს თვითონ მივხედავთ და ქართველი ხალხი შეუერთეთ ის ბოკერია. ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომელმა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვეტოს ბოკერიას და სააკაშვილის სასარგებლოდ. მათ კარგად იციან ეს, მაგრამ ამით მხოლოდ ამერიკელებს მიუთითეს, მეგობრული სახელმწიფოსაც არ მიცემთ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას. და მათ ილუზია აქვთ, მე რო უყურებ ახლა, რაღაც ილუზია აქვთ იმის მსგავსი, რომ წითელ მოედანზე გადავლენ, იქ ითამაშებენ და იქიდან აქვთ ამათ შესატყვისი რესურსი და იქიდან შეუძლიათ რაღაც მოახერხონ. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ეს აგონია აღარაა, მე ანა მიგარნახე, ეს უკვე შოკში არიან მე მგონი, როდესაც ამერიკელი მოქალაქეების დაკავება დაიწყეს და დაიქეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. რა თქმა უნდა, ცუდია რაც მოხდა, მაგრამ ამაში არის ძალიან ბევრი კარგიც, რომ ბოლომდე გახსნეს და აჩვენეს საკუთარი სახე, რომ ესენი არიან მოძალადები და ეს კანონს არ უწევენ არავითარ ანგარიშს. ქართველი ხალხი მართლაც გადაწყვეტს მათ ბედს და არა სხვა. ჩვენ ბოდიში დაგვჭება მოსახლეები ამერიკელებთან და ეხლაც ეს ძალიან უხერხულია, რაც მოხდა და ძალიან განვიცდები პირადად. ჩვენ ერთადერთი დიდი მონოპოლი რაც გაგვაჩნიათ, რომელსაც მე მუდამ ვიმეორებ, ის რომ ყველაზე დიდ და საინტერესო სახელმწიფოს, ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს დღეს აქვს ჩვენთან მეგობრული დამოკიდებულება და ამას უნდა გაფრთხილება. ისინი არაფრის გამფრთხილებელნი არ არიან. ეს არ შეუქმნიათ მათ, მაგრამ მათ შეუძლიათ დაანგრიონ და გააფუჭონ ეს ურთიერთობები. ვერ მოასწრებენ, ჩვენ მოვალთ ამერიკასთანაც გავაყენებთ ურთიერთობებს, ამ კანონებს აღვადგენთ და საქართველოს და ქართულ ხალხს დაუბრუნებთ თავის სამშობლოს. აბა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.